სულხან საბასა და პავლე ინგუროყვას ქუჩებზე ისტორიული შენობების რეაბილიტაცია იწყება. თბილისის განვითარების ფონდი პროექტის ფარგლებში შენობების ავთენტურობას სრულად შეინარჩუნებს და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს პირვანდელ სახეს დაუბრუნებს. რეაბილიტაცია შენობა ნაგებობების აღდგენასთან ერთად საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასაც გულისხმობს. მერია ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად ეკონომიკურ პროგრამასაც აანონსებს და მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშესაწყობად პროექტის გაფართოებას გეგმავს. ჩვენ გასულ წელს დავიწყეთ საპილოტე პროგრამა მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის, რომელმაც მაღალი ინტერესი და მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვა. მივიღეთ გადაწყვეტილება საპილოტე პროგრამა სრულ მასშტაბიან პროექტად ჩამოვაყალიბოთ და გავაფართოვოთ ასევე დაფინანსებაც. ბენეფიციართა შერჩევა შეფასებას უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატებს, რომელთაც აქტიური საწარმო გააჩნიათ და წარმოადგენენ რეალურ კონსტრუქციულ გეგმას მათი ბიზნესის განვითარებისთვის და წარმოადგენენ ხედვას თუ როგორ უნდა მოხდეს მათი ბიზნესის განვითარება. თანადაფინანსების პროპორციულობა შემდეგნაირად გადანაწილდება. 5,000 ლარამდე მოთხოვნილი თანხის 90% დაფინანსდება, 5,000-დან 20,000 ლარის ჩათვლით 85%-იანი დაფინანსება იქნება, 20,000-დან 30,000 ლარის ჩათვლით 80%-ამდე იქნება დაფინანსება ჩვენი მხრიდან და 30,000-დან 50,000 ლარის ჩათვლით 70%-იანი დაფინანსება იქნება მუნიციპალიტეტის მხრიდან.